სალამი ძვირფასო გამომწერებო, ტრადიციულად მოკლედ ბასრი დისკუსიები პარასკევს საღამოთი თქვენთან ერთად ვართ, მე მიშა ვარ, სალამი ბატონო გიორგი. სალამი ხელი. და არხის გამოწერა რაღაცა ამ ბოლო დროს არ მომწონს, მე ტემპები ბატონო გიორგი, რა სიტყვი თქვენ მაგაზე. თუ შენი აი დარდი. მე იცი რას ვფიქრობდი. ალბათ არავის არ ემახსოვრება, მაგრამ ჩვენ ხო კი ბატონო, კი ბატონო. 2000-ზე ადრე მახსოვს რაღაცა თქვი გავათამაშე. მე ავედით 2000. მე მგონი 50 გვაქვს დარჩენილი. 2000 გამომწერზეო და. აბა მაშინ 2000 გამომწერზე? და გამოიღო შედეგი მიშა. კი ბატონო, 2000 გამომწერზე რას ვათამაშებთ? არ მიფიქრია მაგაზე, ეხლა გავახსენდა ეგ და მოვიფიქრეთ რამეს და გავათამაშოთ. ჩვენი გრავირებით თავს. რა თქმა უნდა. აუცილებლად, ანუ ბასრი დისკუსიებისგან უნდა იყოს, აუცილებლად ეგ რა ქვია. და ისე უბრალოდ რო გავათამაშოთ რეკლამის გარეშე რო აბა ისა უბრალოდ რაღაცა ჩვენ რეკლამას არ უყურებ, მაგას უყურებ სამახსოვრო საჩუქრად. ხო და სამახსოვრო საჩუქრად გეტყვი მე შენ ვიდეოს მე კარგი, განვიხილოთ ეგ საკითხი. ისე რომ კი ბატონო. კი არა რო აი და კომენტარით და აბა იქ შემთხვევით რო რაღაცა ის იყოს. მეტი რაღაცა ისე მოვიფიქროთ. კი ბატონო, ნეტ პრობლემა. მოკლედ რა ხდება მაგიდაზე? მაგიდაზე რა ხდება და ჩვენ ასე ვთქვათ ძალიან ისეთ მაყურებელს ალბათ უკვე უნდა გქონდეს ინფორმაცია, ერთ-ერთი ვიდეო გავაკეთე და იმ ვიდეოში აღვნიშნე რომ ბატონ გიორგისთან ერთად YouTube-ზე აუცილებლად უფრო საფუძვლიანად გეტყვით ამ სიახლეს თქო და ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა როგორც ნივთობრივად ბრენდულად, ასევე მიმართულების მხრივაც, იმიტომ რომ ახალ რაღაცა იმასთან ასოცირდება ჩემთვის ბატონო. მე მაინც წავიყვან საუბარს. წინა ვიდეოზე დამავიწყდა ამის თქმა მიშა. ხო. ბიჭო, შეიძლება ესეც არის ხო 8 ტრიდის ამით. აბა რა სიძახი, სადაც პომიდორი არის? ხო და ამითი ჩაიდან უამრავ დანაშაულ ჩაიდან. ახლა ხო და წავიღებ ამასაც. მაგალითად, ამით შეიძლება ქუთითოები მოაჭრა ადამიანს. არის. ამით შეიძლება ფოტოშკები გაუჭყლიტო. არის. წასაღებია მოკლედ. აი, ამით ენას ამოაგლიჯავ. გამოსაკვლევია ეს. მანიაკების ნივთია ბიჭო. რა სიძახი. დავადგეთ მოკლედ ამაზე წასაღები არის ჩემი აზრით აუცილებლად. კი ბატონო. როგორც თქვი წინა ვიდეოში ძალიან დიდი ასპარეზი გამახსნა კი ბატონო. აი, დავანებოთ ცოტა ხანი მოდი მაგას და მოკლედ რა ხდება მეგობრებო და დიდი ხანია ვფიქრობდით რაღაც ასორტიმენტის გაფართოებაზე, რომ გავსდეთ ნელა-ნელა ცოტა დანებს და ოღონდ ისევ რა თქმა უნდა თავარი დანა არის, უბრალოდ რაღაც მამაკაცურ ისეთ თემაში, რაც ჩვენს მოგწონს, რაღაცნაირები ხო არ დავიმატოთო. პირველი, მოდი ახლა ეს კაი ხანია გვაქვს ჩამოგვივიდა, მაგრამ მოვახვედრებ ვიდეოში. კი, აუცილებლად, კი. იმიტომ რომ ის სხვანაირი მიდგომით არის. ნუ ერთი შემხვდა აი ეს და რაღაცნაირად მოხდა რა, ბევრი გასაღებები მაქვს, მე თვითონ ჩემი საზომი ზომავ ხოლმე რა და მე თვითონ ჩამომაქვს ხოლმე და ბევრი გასაღებები მაქვს სულთან და რაღაც უმაგის პრობლემა მაქვს და რაღაცა და გამახსენდა აი ეს რა, რომ ამერიკულ ფილმებში რო არის ხოლმე, ხო იცი, პოლიციელები და იქ დაცვა რო დადის ხოლმე რაღაცებს რო აღიებს. ციხეში რო დადიან, ბევრი გასაღებებით რომ მოძრაობენ ხოლმე და ოღონდ ნახდათ ეს არის, ანუ სულთა ეს კიდიათ ხოლმე ამერიკული არის K-Back და წელი ეწერა ამას, რომელი წელიდან უშვებთო მიშა, ხوار გახსოვს? არა, არ მახსოვს ნამდვილად. ამ წამს ვეპოვნი, ამ წამს 1958 წლიდან მიშა. 1958, სინს 1958. კაროჩი 50. და მოკლედ და სამუდამო გარანტია მოყვება რა, როგორც მოკლედ აქსესუარები, რაღაცა მამაკაცური გასაღებების და ჩვენებურ სტილში რომ რაღაცა ვცდილობთ საუკეთესო რაღაც ხარისხი შემოგთავაზოთ. ჯერ ალკაპონეს არის მოსწრებული. ჩვენებურ სტილში ვცდილობთ ხოლმე რომ მიოსა. დანარჩენი სიმართლე გითხრა, თქვათ ეს უფრო პატარა მეგონა, ეს სუფთა იმენა თანამშრომლის არის რაღაცა ისეთი რომ მძიმე არის და აწერია რომ ბევრი გასაღებისთვის არის. თუმცა ჩემი აზრით ძალიან საჭირო ნივთები არის, ბევრი არ ჩამოგვიტანეს, ასლად ჩამოვიტანეთ. მოკლედ უმუშაობთ იმაზე რომ რაღაცა ასორტიმენტები ნელა გავაფართოვოთ და მეტი და მეტი რაღაც საინტერესო სიახლე შემოგთავაზოთ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო ნივთი არის მოკლედ. და გადავედით ახლა თავარზე. გადავედით თავარზე. დიდი ხანი ვტრიალებდით და ყველა ჯერზე ალბათ ამოდიოდა ხოლმე რომ ალბათ ყველაზე ახლოს და ყველაზე შემდეგი არის ის რომ რაღაცა ფაუჩები, პატარა ისინი და პატარა ჩანთები და რაღაცა მსგავსები რომ ჩამოვიტანოთ. ძალიან აქტუალური გახდა ეს პრობლემა მას შემდეგ მიშა რაც მე მალტაზე ვიყავი.
ისევ და ისევ ჩემი საზომით ზომავ რა და ანუ პასპორტის თემა პლუს ის რა მაინც ცოტა ისეთი მაქვს ხოლმე ფიქრები რა რაღაც ვიდეოები შემხვდა რამდენიმე რომ რაღაც აპარატებით ახლოს გაგივლის და ბარათიდან რომ გაჭრის რაღაც თანხებს რა ძალიან ისე გავრცელებულია კი ბატონო პლუს რაღაც აეროპორტებში ჩანთასთან ერთად ისე რაღაც პრაქტიკული მსგავსი თემატიკის ნივთებს ვეძებდი მით უმეტეს ჩვენი ყველასათვის ცნობილი ოქსდაიზერ კასტომი მაგაში ძალიან მაგარი არის და მაგანაც დიდი წვლილი შეიტანა რომ მაგაში მოეწამლე ჩანთების თემაში სხვადასხვა პატარ-პატარა ჩანთებზე ნელა გამიტაცა და ხან ერთით დავდივარ ხან მეორეთი რა და ალპაკა ვიცოდი სიმართლე გითხრა თბილისში შემხოდრია რამდენიმეჯერ Amazon-ზე რო შეხვალ რო ჩაწერ ალბათ ყველაზე ერთ-ერთი პირველი ამას გიგდებს რომ რაღაც თავისი რეპუტაციით და ასე შემდეგ და ნუ გადაწყდა მოკითხვით კიდე რამდენიმე ჩვენს მეგობართან რომ გვეჩიეს რომ ალპაკა კარგი არის ჩვენს გვაქვსო და გადავწყვეტეთ რომ მიგვეწერა ალპაკას ბრენდისათვის მიშა. რა არის ალპაკა? ალპაკა არის ქართულად რა ქვია მაგ ცხოველს? ალპაკა არის მოკლედ ავსტრალიური ბრენდი არის. ჩინეთში მზადდება, როგორც iPhone-ი მზადდება ჩინეთში, ოღონდ ძალიან მაღალი ხარისხი უჭირავთ და შეგიძლიათ გადახვიდოთ თქვათ საზღვარგარეთ მათ იმებს განხილვებს Amazon-ზე გადახედოთ მაგ რევიუებს და მაქედან გამომდინარე შევთანხმდით რომ ალპაკა კაი არჩევანი იქნებოდა. აი ესე გავიაროთ ნელა ყველაფერი. მოკლედ ძალიან კარგი ბრენდის და რაც მთავარია, მე რაც მიხარია ხოლმე ყველაზე მეტად მაგაზე მე გადავიდეთ. მიშა, ფასები გვაქვს ისეთი რომ Amazon-ზე რო შეხვიდეთ, ხო, ისანა მომწოდე ბატონო გიორგი ბოდიში. ეს არ არის და უმამაცი ხო, რაცა ეგ მაინტერესებს. Amazon-ზე რო შეხვიდეთ, იგივე ფასებში გვაქვს მოკლედ. რაც აქ და შესაბამისად თამამად შეგიძლიათ მოხვიდეთ და შეამოწმოთ. დანარჩენი გავიაროთ. ნუ ძირითადი არის ძალიან პატარა, საფულებადაც გამოდგება, იქ რაღაცა ფანარი, მოკლედ EDC კომპაქტური ჩვენ თემასთან ახლოს, იქ რო ფანარს ჩადებ, იქ ფრაიბარს ჩადებ, იქ რაღაცა დანას ჩააგდებ, დანარჩენი ცოტა პატარებიც არის, უფრო ყველას ახლა არ განვიხილავთ, შეგიძლიათ შემოხვიდეთ და აქ დაათვალიეროთ. ძალიან მაგარი აქსესუარები მოყვება მიშა ამისათვის, ესეთი რაღაცა სისტემა აქვს თავიანთი რომ ერთი მეორეზე მიდის და შემდეგ კი შეგიძლიათ თქვათ იმის ჩანთაზე დაკიდო, მე მოხსნა იმაზე მოარგო, ანუ სისტემა აქვს თავიანთი მოგონილი. ტრანსფორმერივით არის რა, აი ეგ აი ეს მაგალითად არის საპასპორტე, ტელეფონი ჯდება კარგად, პასპორტი ჯდება სამოგზაურო, ძალიან კარგი კომფორტული გადასაკიდებელი, რომელიც თქვათ კამარზე დგება და ასე შემდეგ. მოკლედ მსგავს თემატიკაში ძალიან კაი ნივთები შემოგვემატა. ეს პატარა ფაუჩი არის, შეგნით თავისი რაღაც ორგანაიზერი რო შეიძლება შეგნით ჩაალაგო და ფანერები, ფრაიბარი, დანა, სხვადასხვა ხელსაწყოები და ასე შემდეგ. საწახოთი მაგმიშა. მე მინდა ერთ-ერთი ჩემი რაღაცა ფავორიტი ეს ძალიან მომწონს და ამას უმიზნებ მიშა. აბა ხანდახან რომ მე ძიმება ხოლმე ეს ჩემი ჩანთები. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ პატარაც მქონდეს რა და აი ამას ვუყურებ რომ ძალიან მესიმპათიურება რა. აი ძალიან მესიმპათიურება. პირველი გასაღების თემა მომწონს ძალიან. რომ ჯიბეზე რო არ მაქვს ხოლმე გასაღები, მე რაღაცა კარგული კატეგორია გასაღებების. მიყვარს ხოლმე რომ ჩანთაში მაქვს. და ჩემ ჩანთაზე აი ახლა მაგალითად დაიცა და შეგახედებ მაგალითად ძალიან პრაქტიკულად ვიყენებ, აი ეს ჩამაგრებული მაქვს და ესე მისადებად მაქვს ხოლმე რომ რაღაცა ლიფტის და იმის გასაღები არის რა და ამ კარგს ხალხს უფიქრია რაღაცა მსგავსი თემისათვის მიშა და ძალიან მარტივად რემნით პირდაპირ აქვს აი ესეთი რაღაცა რომელზეც ვერ დაკარგავ და სხვა ბევრ ჩანთას აქვს მსგავსი მოყვება და აი ესეთი სისტემა აქვს მოფიქრებული მიშა აბა ერთი თუ გამომივა ვერ დიდი პრაქტიკა არ მაქვს ამაზე ანუ არანაირად არ ძრება არანაირად და ესე თუ მოხსნი ეგრევე ძრება ანუ აი ესეთი სისტემა რომელიც თქვა საქამრეებიც იყიდება მერე და ასე შემდეგ კი მაგნიტი არის ოღონდ აი ესე არ ჩამოდის თუ გამოჩნდება აქ არანაირ დატვირთვით არ ძრება არც ქვემოდან არ ზემოდან აი ესე აიწია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნუ ესე თავისით არც ერთ ვარიანტში არ მოძრებოდა აქედან ესე მოძრა რომელიც აი ძალიან მაგარი სისტემა არის გასაღებისთვის ძალიან პრაქტიკული და ამასთან ერთად ფიქრობ რომ ანუ თვითონ ეს ზომა კი, ძალიან საინტერესო ზომაა, გიო და ტელეფონის თემაში, power bank-ის თემაში და კიდე სხვადასხვა რაღაც დეტალების თემაში ძალიან მაგარი ხარისხი, პლუს ის დამცავი, რომ თქვათ რაღაცა ჩამოგაჭრა. ესეც ისა, კი, მოყვება. მაგას გეკითხებოდი, ანუ მოყვება. ხო, სიმართლე გითხრა არ გამიკეთებია ეს ამისათვის და მოდი კაი გავუკეთოთ. ამაზეც რაღაცა თავისებური სისტემა არის, რომ მიყვარს რა მოკლედ, რა ეს გადაკიდება, რა გინდა, არ გინდა. აი ჩაჯდა. ჩაჯდა და ეგ არის მიშა სულ. აი ჩაჯდა და აი ძალიან მარტივად, კომფორტულად აი ესე ტრიალებს და ოღონდ მოხსნის თემა არ ვიცი მიშა როგორ უნდა მოიხსნას სიმართლე გითხრა. მარტივად იქნება. აი ეს არის ღილაკი და იცოდე? აბა მე მგონი ეს არის. ამას დავაჭერთ და
აი ეს მოიხსნება. კი ბატონო. კი. მოკლედ, აი ჩვენარი წიკიანი ხალხის მოფიქრებულია ჩემი აზრით რა რაღაცაზე რომ ვერ ისვენებს რაღაცა რომ უნდა გააუმჯობოს და ძალიან პატარ-პატარა დეტალები რომელიც მაგრამ ეს როგორ იმოწია იცი ანუ მე ხო ვინმე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ მაგრამ ეს არ არის იმ ხალხისთვის ვისაც რაღაცა მყირალა ბრენდები უყვარს და ანუ ეს არის ვინცაც ხარისხი უყვარს და ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის აი ანუ ისეთი არის რომ ლოგოც დამალული აქვს აი ალპაკა სადაც აწერია მყირალა ლუი ვიტონში რო გადაიხდე თქვა 300 ლარს პატენტში ეგ არ არის რა ეს არის შიგნით უფრო მეტი წარწერა აქვს ვიდრე გარეთ ნუ სულ ეგეთი სტილი აქვს სადა კლასიკური და რაც აკაც მაგნიტია აი მე ყოველას ძალიან ეს ეგა ხო მანდაც მაგნიტია აი აქედან მივარდება ხოლმე რაღაცები წკაპ თავისით იკეთებ რა პრაქტიკული ძალიან ყველაფერი გათვალეს ტიპებმა ხო ძალიან ძვირფას რაღაცას არ ჩადებს მაგრამ ისეთ რაღაცას ჩადებს რომელიც მე ამ ხარეს ძირითადად ვდებდი ხოლმე პაჩკას სიგარეტის და სულ კარგავდი რა სიგარეტი ჩაიდება კარგად ну მოკლედ ეს მაგარი მოდელი არის ძალიან მაგრად მომწონს მიშა თუმცა დანარჩენი სიმართლე გითხრათ დიდ არის დამითვალიერებია კაი მიდი იმასკენ აი ეს გადმოდია რა აი ეს მომწონს კიდე ძალიან ეს ძალიან მაგარი არის ეს გქონდა რას გქონდა ანუ განხილვაში არა განხილვაში მარტო ის განვიხილეთ ჯერ და მე მგონი ეს ფაუჩი გავხსენი ერთადერთი ეს მომწონს რა ბატონო გიორგი ამისი ფერი მომწონს ძალიან მაგარი ფერია ისეთი კამოფლირებული გასცენი აბა ეგ ჯერ მიდი შემახედე შენც ну ეგ საპასპორტო თემა არის საპასპორტო თემა არის კი რომელსაც თქვათ აი ძეგან სისტემაზე ძეგან სისტემაზე რო საუბრობთ იგივე სისტემით ASN-ი იყიდება ცალ-ცალკე აქსესუარებით და რომელიც თქვათ შეიძლება თქვათ რომ ჩანთას მოარგო პირდაპირ ჩანთის ჩამოს და გულზე რო ჩამოიკიდო იქ თქვათ სხვანაირად მიამაგრო ასე და ასე მოკლედ მოყვება ძალიან ბევრი აქსესუარი ყველაფერი ალპაკასი უნდა კონდეს მაგას აკეთებს ამ ბრენდი რო პახობ ხო თავისი სისტემა აქვს რა ეგ ხო და წყალგამომტარები მოკლედ კაი აქსესუარები სიმართლე გითხრა მიშა ნელა-ნელა ალბათ ყველას ვიყიდი მიშა ჩემთვის მე რა შვენი ეს მასალები ძალიან სიამოვნებს ანუ ხარისხიანები ძალიან კაი მასალები არ გაღიზიანებს ეგ მაინტერესებს ახლა მე ხო დასახელებებში ვერ შევარ სიმართლე გითხრა მაგრამ ესენი ძალიან ისეთი რაღაც მასალები არის ეს კაროჩე მართლა ძალიან მინდა ეხლა რა ეს ძალიან მომწონს ხო ამასაც იგივე სისტემა აქვს გასაღები არ აქვს ამას მიშა შენი აზრით გასაღები არ ექნება რატო იმიტომ რომ მაგ დანიშნულება არ არის რა ეს არის სოლიდური რაღაცა უფრო გასაღების ჩამოსაკიდებელი მაგას არ ექნება აბა ეს რისი არის ეს ხელში რო ჩამოიკიდო ხო ეგეთი სტილი არის კაი გასაგებია მოკლედ აი კაი საჩემოა ეს იმენა საჩემოა კი და აქვს ის აქვს მაგნიტი აღარა აქვს აქ ჩვეულებრივ ველვაზე არის მართლა საჩემოა კარგად ჩვენებე გააგზავნე შემე კი კაი აქსესუარი არის კაი მოკლედ ყველა მოდელი არ არის აქ წარმოდგენილი დანარჩენები შეგიძლიათ შემოიაროთ მეგალაინში და აქ დაათვალიეროთ ერთი ამასაც უნახავ ეს ნანვითი არის ესეც სუფთა ის არის ან საპასპორტი რა აქაც პასპორტს ჩადებ ესეც საპასპორტი არის საბარათეები და ესეც მაგნიტებზე არის რომ კარგად დაიჭიროს კი ბატონო ну მოგეთ ფავორიტი ჯერჯერობით ჩემი არის ეს და ისიც ძალიან მომეწონა და პატარების და კიდე ესეთი ჩანთები არის ძალიან კარგი ანუ პატარები მოკლედ მე არ მიყვარს ვერ ხვდები მე საჭიროებას მაგრამ ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი გემრიელად ხმარობს ну პირველი სიმართლე გითხრა ეცი რა მოწონს რაღაც ხარისხიანი კი ძალიან მაგას ვიზახი ან ჩემთვის თავარი არის ხომ და პრობლემა აი ნახე მაგალითად ავიღოთ მართლა მაღალი დონის ძალიან ორიგინალი ბრენდები რა სმეიკ არის ყველას პრობლემა ყველას და ამათ ისი აქვს აი გაკეთებული რომ აი ეს დამცავი რეზინი არ ვიცი რა უმაღლესი ხარისხია რა მეიკაზე გეგი მგვითხრა რომ ძალიან ხარისხიანი არისო პირველი რაც მოკიდა ხელში რომ რაღაცნაირი კვანძიო აქვსო ხო არ ვიცი აი ეს კვანძები ხო ეს კვანძები ყველაზე მაგარი კვანძები არისო და ძალიან მაგრა ბრენდებს აქვთო ჯერჯერობით მარტო რატო აი პატაგონია არქტერიქსი ხმარობს მაგ კვანძს პატაგონია და არქტერიქსი ხმარობსო არქტერიქსი ასტერიქსის ბიძაშვილია ეცადე მიშა აი ეს საჩემოა ესეც არა გასაღების ამას არ აქვს იმას აქვს გასაღების ის მაგრად მომეწორა ისა ესეც ნახე რა გემრიელი ჩანთა არის კარგად გაიხსნა ეგ მე არ მომწონს არა ჩემ თემაში მომწონს მე და მაქვს ინსტრუმენტების პატარა კრებული
power bank-ი და მაქვს და კიდევ რამდენიმე აქსესუარი და მაქვს, რომელიც ძირითადად უმჭირდება ხოლმე და აი მაგისთვის ძალიან კარგად გამოდგება. Так. თუმცა არ შეჭამო. არ შეჭამო, მოპირებდი. ხო არ გადავალაგოთ ესენი დანარჩენი. გადავალაგოთ, მოკლედ, მეგობრებო. თავარ საქმეზე გადავიდეთ. გავერთეთ ჩვენც. დროთა განმავლობაში ალბათ უფრო და უფრო დავხვეწავთ იმ მომენტს, რომ ანუ სასაჩუქრეთ რა, ანუ მართლა მნიშვნელოვანია, რომ სასაჩუქრეთ მაგრამ ბევრი კაი რამე დაგახვედროთ მაღაზიაში და ეს იმდენად წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ რა ვიცი, მოსალოცი ამბავია ბატონო გიორგი. გაიხარე, მიშა ჯერ კიდევ ხურდებით. ე ბატონო, გილოცავთ ჩემთან. და გველეშაპსაც დავამარცხებთ რა, მიშა რა, სულ ესე არ ვიქნებით. ან საერთოდ გველეშაპს ან ამარცხებენ, ან ცოლად მოყავთ. ორი ვარიანტია რა. კი. ხო და ეს ამ მაგის სიტუაციაში ჩვენ ცოლად ვერ მოვიყვანთ, ცოლიანები ვართ და так что დამარცხება არ გვაქვს დარჩენილი რა. კიდე უფრო მომეწონა მიშა, ამდენი დრო მე არ დამითმე ამ ჩანთებისთვის. კი ბატონო. არის. აბა რა ხდება შენი გამოსვლა მიშა. ჩემი გამოსვლა და მოკლედ იცი როგორ მინდა დავიწყო ეს სიტუაცია, რომ დანების სამყაროში ალბათ ესე არის დანაწილებული ეს ბიზნესი, რომ ამერიკა და სხვა დანარჩენი. კაი. არ მეთანხმები? მოგიცოდე, შენი. არა, აბსოლუტურად ამერიკა არის წამყვანი. მიუხედავად იმისა, რომ მე რაღაცა სულ მიხარია ეგ ამბავი. ხო. არ ვარ მაინც და მაინც ფანი ამერიკის ამ სიტუაციაში. უბრალოდ ეგრეა. აქედან გამომდინარე, თუ კი რამე მნიშვნელოვანი ხდება ამ სფეროში, ძირითადად იქიდან იწყებს ხოლმე სათავეს და მათ შორის ცუდი ამბებიც ბევრი ხდება ხოლმე იქ და დანების სამყაროში, როგორც ზოგადად ბიზნესის უმეტესობაში, დიდი სკანდალებიც ხდება ბატონო გიორგი და ბოლო ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ჭექარე და დაიხულა ისეთი სკანდალი მოხდა რამოდენიმე დღის წინ. ნუ ეს ვიდეო რო ჩაიწერება და გამოვა ალბათ 2 კვირა იქნება გასული, როდესაც კომპანია ბარკრივერმა გამოაცხადა, რომ ვიკეტებითო. მოდი ორი სიტყვით ვთქვათ ბარკრივერის მნიშვნელობაზე. ვინ იყვნენ ეს ხალხი? სახელებს და გვარებზე არ გვინდა საუბარი. უბრალოდ შენ ამ შემთხვევაში როგორც დანიშნული ადამიანმა ორი სიტყვით რომ ჩვენ მაყურებლებს უთხრა, რით იყვნენ განსხვავებულები ბარკრივერი. ხო, მაგ თემაში მე მომზადებელი ვარ შემოსული და ჩემებურად კი, მაგის ზუსტად ეგ მინდა რა, რომ აი ყველაზე ანუ ბარკრივერს ქონდა ჩემი აზრით აი ესეთი როგორ ვთქვა, ძალიან მაგარი ადგილი დაკავებული, აი როგორც სპაიდერკო არის, რომ ძალიან მაგარ ინსტრუმენტებს აკეთებს მიშა, ძალიან მაგარს და ეგ და ბენჩმეიდით და კოლსტრით ძალიან მაგარი ინსტრუმენტებია თავის თემაში. ჩემი აზრით ბარკრივერი იყო ეგეთი ფიქსებში. და გამოვაცურო დანა და ვიტყვი მაგალითად აი კონკრეტული დანის შემთხვევაში. ახლა ეს კონკრეტული დანა ძალიან ბევრს გეცოდინებათ, ეს არის Bravo 1. Bravo 1 CPM 3 ფოლადზე. და ბარკრივერი რაც მქონია, სიმართლე გითხრა, აი ყველა ძალიან მაგარი არის თავისი დანიშნულებით. მე არ მეგულება აი ესეთი მაგარი დანა, აი ამ თავისი დანიშნულებით მიშა. თან საბრძოლო არის, თან საჩხუბარი არის, თან უხეში მოხმარების არის და თან ჭრის. კი ბატონო. ეგეთი დანები არის ძალიან იშვიათი. ის სხვა თემა არის, ახლა რო თქვა, უცებს კელდება და რაღაცა რამ თქვა 4-5 ლესვის მერე უკვე თქვა დანა შეიძლება ისეთი მჭრელი ვეღარ იყოს, მაგრამ ეხლა ესეთი არის, ესეთი შინაარსით კეთდება და ესეთი დანები ბევრი არ არის ბაზარზე ჩემი აზრით. მთავარი ის ზუსტად გეომეტრია იყო ამათი კონვექსი კი ბატონო და ბევრი მიბაძა მე ზუსტად ბარკრივერს რომ ბატონო ბევრმა დაიწყო კონვექსი თითქმის ნოლამდე დაყვანილი და ყუა ტანკი. კი ბატონო. ანუ ყველაფერს გააკეთებს, აი ლუქსაც ახდის, ტანკის ლუქს რო შეუყაროა, იმას დააჭირო, აი და ყველანაირ დატვირთვას გაუძლებს ფიზიკური ძალით ყველაფერი და დანარჩენი საწყის ეტაპზე სანამ ძალიან გასკელდება, მაგრადაც ჭრის და ადვილადაც ილესება, იმიტომ რომ თხელი არის დაბლა. კი გენაცვალე. მოკლედ ბარკრივერი იყო უპირობო, მართლა უპირობო ლიდერი იყო, აი როგორ დავარქვათ რა, ქარხნული კასტამი. ქარხნული კასტამი, სემი კასტამი, არ ვიცი რა და ხო რა ვიცი, ქარხნული სულ ციკლს იძახდნენ, თვითონ აკეთებდნენ თობიდან დაწყებული ყველაფრით, ანუ მათი დანები
ბევრი წლები საერთოდ არ იყიდებოდა მაღაზიებში და იყო მარტო პრეორდერებით. შემდეგ ყავდათ სულ რამოდენიმე დილერი და ერთ-ერთი მთავარი იყო DLT ტრეიდინგი. და აი ესეთ გიგანტებთან თანამშრომლობდნენ და რაოდენობა იყო ძალიან შეზღუდული. 25 წელია ბაზარზე იყვნენ. ეხლა ერთი მომენტი მინდა ვთქვა. შენ ბატონო გიორგი, სადმე ქართულ იმაში ხوار შეხვედრი ხარ რო ვინმეს ამ თემაზე რამე ეთქვა? არა, არ შეხვედრილი ვარ ესე რომ ესაუბრე. იმიტომ რომ მე ვიცი რომ ბარკრივერის რაღაცა ბანები ყავს ჩვენ. კი, მაგრამ შემხვედრია რომ დიდი კოლექცია აქვს ბარკრივერის. პირადად არ ვიცნობ იმ ადამიანს, უდასტურებ აქედან პატივისცემას, იმიტომ რომ საინტერესო დანების კოლექცია აქვს და რაღაც ისე არ მინდა გამომივიდეს რომ მე ვამცნობო ეს ცუდი ამბავით, ხო? არა, იმედია ყველას ეცოდნია. მოდი რა ვქრა. ყველაზე მეტად ალბათ ეგ კატეგორია განიცდიდა ბარკრივერების, ახლა ჩვენ არ ვართ ახლა ბარკრივერის ეგეთი კოლექციონერები და მე რომ მქონოდა 20 ბარკრივერისგან ან 30 და თქვა დიდი ხანია რომ მივიდებ და ვაგროვებ და რაღაცა, მე ძალიან გულდაწყვეტილი ვიქნებოდი მიშა ამ მოკლედ თვითონ ამბავის შინაარს სანამ მოყვები, ხო არ ჯობია რომ რაც მოკლედ რაც დააპოსტა ბარკრივერის ასე ვთქვათ მე პატრონემ ის ხო არ წავიკითხოთ თქო, რა სიტყვი ბატონო? როგორ უნდა წავიკითხოთ? ჩვეულებრივად. გადათარგმნით თუ ინგლისურად? გადავთარგმნი, არა, რატო? გადავთარგმნი. მიდი მაშინ. მოკლედ ესე იწყებს რა რომ მოდიო ესო განვაცხადოთო ოფიციალურადო რომ ბარკრივერიო 20 მარტს 2026-იო დაიკეტაო ესო უნდა 2 წლის წინ გამეკეთებინაო. აი ხომ თეატრი 2 წლის წინ. არა 100%-ით ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას. და იწყებს მერე უკვე იმის ახსნას რომ არაფერ შუაში ძალიან გთხოვთო რომ ჩემს მეუღლეს ლესლის და შვილს ჯიმსო ნუ გარევთ ამ თემაშიო ისინი არაფერ შუაში არ არიანო რა. ეხლა თვითონ ამაზეც არის რა რაღაცა სალაპარაკო მოკლედ სანამ ამ წერილს გავაგზავნებ ლაპარაკს, უბრალოდ ეს ამბობი რომ გასკდა ეგრევე გამოჟონა რა უკვე იმ ამდენი წლის განმავლობაში გროვდებოდა ძალიან ცუდი მუხტი ამ ბრენდის ირგვლივ და ჯერ კიდე წარმოიდგინეთ რამდენი წლის წინ 2017 წელს ძალიან ავტორიტეტულმა YouTube არხმა Cedric and Ada ქვია ამ არხს ვისაც უყვარს დანები და YouTube ბევრმა იცის ეს არხი გააკეთა ტესტი ბარკრივერის ჟანგვამედეგობასთან მიმართებით არ დაეტაკა ეგრევე და რაღაც იმაზე უბრალოდ ჟანგვაზე და CPM 154 მოკლედ რასაც უნდა იტანდეს ტესტს იმის ნუ მიათედი ვერ აიტანა და მან დაატყდა ამბავი რომ დააბრალეს რომ შენ უნდა გიქირავეს ხუებმაო გადაუარეს მოკლედ Cedric-ს და Ada-ს რა არა და თურმე როდიდან იყო უკვე პრობლემები მე გასკდა ამბავი რომ უკვე ძალიან ბევრი კომპანიის ვალი ქონდა, რომ მომწოდებლებს ვიღაცისგან ჯიაც იყიდი და ვიღაცისგან ფულს არავის არ ურიცხავდა. ანუ ეს ამერიკის გიგანტი მეტალურგებთან ყველასთან დავალიანება ქონდა, ძალიან ცუდად ექცეოდა თანამშრომლებს. აი ეს იხეთქა რა, რასაც ქვია ამ ყველაფერმა და საბოლოო ჯამში მივედით აი ამ წერილამდე, სადაც ადამიანი იძახის ეს რაღაცას, რომ მოკლედო ჩემი შვილიო, ჯიმიო კომპანიას ეხა გააკეთებს ახალსო მეო დედას გეფიცებით შეხება არ იქნებაო ჯიმი გააკეთებს პატიოსნათო და ვალდებულება რაც მქონდაო ბარკრივერის lifetime გარანტიზეო ჯიმიო გააგზელებსო რა რაც შეეხებაო რატოს გამიფუჭდა სახელიო თავარი მიზეზი ის არისო რომ ჩინური ფოლადის შესყიდვა დავიწყეო წერილში ესე იწეხის ეს ჩინური ფოლადსო რომ ყიდულობდიო თავისი ქიმიური მონაცემებითო 154-ის ჯობდაო არა არ ჩამოუვარდებოდაო და თუ გავითვალისწინებთო იმასო რომ ჩვენო ამერიკაში ვაკეთებდითო მის წრთობასო იმას რა ქვია რეგრინცო ჩვენ კონვექს იმაზე და მოკლედ ამერიკაში არის ესეთი წესი რა რომ ანუ made in USA რო ეწეროს ანუ წარმოების 5 ეტაპს უნდა ამერიკაში გადიოდეს რა. ანუ ეს 5 ეტაპი შეიძლება პირობითად ტასაცმლის შემთხვევაში დაუთავებაც ეტაპში შეიყვანო რა. მგონი ის ხო ჟანგვამედეგობაზე უკეთესი შედეგი გვაჩვენაო და შეურა. ხო, კი ბატონო, ჟანგვამედეგობაზე თავი ბოლო აღმოჩნდა რომ 9 ხრომი იყო და 9 ხრომი საერთოდ არის ცუდი ფოლადი. მაგრამ ეს არ იყო ჩემი აზრით მთავარი მიზეზი.
თავარი მიზეზი ზუსტად ის იყო, რომ როგორც ხო შენ მე მიჭერი ხოლმე. ცდილობიანად თავზე გადაიმასქნა, როგორ უნდა თქვა. ანუ აი გააკეთა, იმიტომ რომ ძალიან ითავხედა, არ გადაუხადა ფული იმ ხალხს, ვისთვისაც უნდა გადაეხადა, ეკუთვნოდა, რაღაცა ჩათვალა, რომ თავის ბიზნეს მოდელი იმდენად დამოუკიდებელს ხდიდა, ანუ რას აკეთებდა ეს ხო პრეორდერებით ფულს აგროვებდა და თავი ბოლო არაფრის დიდებით კომპანია არ გაქონდა ოჯახს გარეთ რა. ოჯახს იქით არ უშვებდა რა საბანკო ინსტიტუტებს, მაქსიმალურ ქეში, ბევრი, ანუ წარმოიდგინეთ გაკეთდა ჯგუფი ბარკლივერ პრობლემს ქვია და მილიონობით რაღაცა პოსტები ხდება, ანუ აქ ზოგი ტყუილია, ზოგი მართალია, ბევრმა ხელი მოითმო, ბევრმა ისქნა, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი, რომ იდეაში, მოდი ესე ვთქვათ, ტყუილმა მიიყვანა იქამდე, რომ შტატის პოლიციამ არათუ ერთი საქმე აღძრა, ბევრი საქმე აღძრა და იმდენად დაიჭურდნენ, რომ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ გთხოვთო, თუ არ გაქვთო რამე ახალი გარემოებები და დამატკიცებელი საბუთები ტყუილად უნდა გვირეკავთო, იმიტომ რომ ძალიან დაკავებულები ვართო და მიდის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს ჯგუფური დანაშაულის კუთხით პასუხისმგებლობა, სადაც 20 წელზე არის საუბარი. ეს ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის, მე შორს ვარ იმაზრისგან, რომ ეკუთვნის ალბათ უფრო არ ეკუთვნის, მაგრამ ბრენდი, რომელიც ფიქსებში იყო, არ ვიცი, უპირობო რაღაცა სამეულში, უცბად განადგურდა და აი ამ ტიპის სკანდალებზე შენ კომენტარს გააკეთებდი გიორგი, როგორც ადამიანი, რომელიც გასაგებია რომ შეიძლება ჩვენ სხვა მასშტაბით, მაგრამ ჩვენ ამ სფეროს ნაწილები ვართ, სხვადასხვა მხრიდან რა. მიშა, რა კომენტარი გავაკეთო? ამ სფეროში ვართ, იმიტომ რომ ემოციები გვაქვს და ზედმეტ თანხას იმიტომ ვიხდით ამ დანებში, იმიტომ რომ თქვათ რაღაცა ბრენდს პატივს ვცემთ და ვენდობით და გვინდა რომ თქვათ იმ ხელოსნის რაღაცა ხელობის ნაწილი იყო, როგორც მაგალითად ნახაც რო იყიტი ადამიანი თქვათ და კაი მხატვარი თუ ხატავს და ყიდის 10,000-ად, მე რო ვიხდი 10,000, მინდა რომ იმისი ნახატი მქონდეს და სხვას თუ დაახატინებს, ეგ არის მეტი არაფერი არ არის ამ თემაში რა და ჩემი აზრით ტყუილი ალბათ არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება აკადრო იმ შენს მოყვარულს, ვინც შენს დანებს ყიდულობს და ვინც რამ რაღაც შენ ხელობას პატივს აცემს. მე ეს დანა ვიყიდე და კოლექციაში დავდებ ახლა ამ დანას მიშა. ოღონდ რა მიზეზით ვიყიდე? უბრალოდ გაივლის ეს ემოციები და მინდა რომ რაღაცა იმ ისტორიის პატარა ნაწილი მეგდოს. თუმცა ყველანაირად წინააღმდეგი ვარ, ანუ მე არანაირი სიბრალურის, არანაირი დანდობის მომხრე არა ვარ ამ თემაში. ადამიანი ვინც ესე იტყუება, ის არაფრის ღირსი არ არის რა, ესეც სახელს ვიტყოდი და დანარჩენი ქართულ რეალობაში ზოგადადაც ეგ ესეც ითქვას, რომ არ არის მარტო ეს, უბრალოდ რაღაცნაირი სიტუაცია არის ეგეთი შექმნილი, რომ ტყუილი ნორმად იქცასავით, მიშა. გიო, რო არ დამოვიწყოს, ბოლოს მინდა და ეგ მეკითხა, მაგრამ ეხლა ვეკითხავ რა. მე ესეთი შტაბეშტება მრჩება, რომ ეს არის რაღაცა დიდი ამბის დასაწყისი რა, FBI-მ რო ისის ხომ, ხო, რაღაც იწყებენ და მე დიდ ამბავზე რო გადიან რა და როგორ ფიქრობ, აი ეს ხო არ არის იმის დასაბამი, რომ Made in USA-ის პრინციპს დიდად, ანუ მე ვფიქრობ, რომ ანუ რაზე დაფიქრდნენ იცი, რომ შეიბღალა თვითონ ეს წმინდა Made in USA, რაც მათთვის იყო. და მგონია რომ ყველაფერს იზავენ, რომ გაასუფთავონ. შეიძლება მაგამდე მივიდნენ, აქ ეს არის რაღაცა დასაწყისი, ხო? მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ ისეც უფრო ადამიანური არის, ანუ ეს ხო მარტო არ იყო. თანამშრომლობა ხო იცოდნენ, უამრავ ადამიანმა ხო იცოდა. ბოლოს იმიტომ გასხდა, რომ ნელა რომ თქვა თანამშრომლსაც ხელფას არ უხდიდა, ხო? და ეხლა კიდეს ხდება, რომ ანუ ეს მთელი ამის კოლაბორაციები, ბევრი კვებრენდებია, ვისთანაც ქონდა იმდენი რაღაცები ხდება, რომ ხო და საბოლოო ჯამში კი ალბათ მაგამდე დიდი შანსი არის რომ მივიდეთ რომ ეს ამერიკული თემა სხვანაირად მიუძღვნენ ამ საკითხს. იმიტომ რომ იმდენად აქვს ფესვები გადმული ამ ჩინურ რაღაცეებს, რომელსაც ჩვენც უცებ ხედავთ ვერაფერს უბრალოდ თქვა. კი, უნდა იცოდეს, მოხმარებელმა უნდა იცოდეს. კიდე იცი მე გამახსენდა, რიკ ჰინდერერი გამახსენდა, არანაირად ჭდილს არ მივაყენებ, მაგრამ წეღარო თქვი რომ იმ ბლოგერებმა თქვა დაწერესო. ერთი ძალიან კაი ბლოგერი არის და დაწერა რომ იმდენი სისალი არა აქვს ამ ფულაცო რა და ზუსტად იგივენაირად გადაუარეს მაშინ.
ხო და მომხმარებელთან ეგეთი მიდგომა, ნუ არ არის სწორი. მაგით არ მოხმე რიკინდერერი. რამოდენიმე ის უნდა მოუყვე სკანდალი კიდე და იქ არის ერთ-ერთი რიკინდერერი ნამდვილად კი ბატონო აქ კიდე ერთ ფაქტზე მინდა ვთქვა რა აი ამ წერილში წერს ესეთ რაღაცას შენ ნახე ანუ 25 წელი ამ სფეროში ვარ მილიონზე მეტი დანა გავაკეთეო და უბრალოდ სულ რამოდენიმე მოდელიაო სადაც და თან მოდი ჩვენს ვთქვათ ეს მოდელები რა ანუ Campbell Bark Rivers, Fox Rivers Skinner, Highwayman 4, Mini Manitou, Gladstone Hunter, Bitterroot Kepper, ხო, მორჩა. ანუ არა და ხო, ჩემი აზრი. თქვი. რავი, ეს თუ მომატყუებ, სხვას რატო არ მომატყუებ? კი ბატონო. და ეს თუ მომატყუებს, ხო რატო უნდა დავიჯერო, რავი, ჩემი აზრით არანაირი პატივისცემა და ყველაფერი შეიძლება მოეტყუებინა. უბრალოდ არ ვარ მართლა ესეთი ლინგვისტურად არ ჩათლახებში წერილია რომ ანუ თან იძახის და მე ამატებს მაგალითად რომ by doing over 5 operation on each night ანუ აი ამ 5 წესით მე მაინც არაფერი დამირღვევია made in USA გავაკეთე რა ხო კანონსორი ხო და made in USA მე აქ let's be clear that none of our dealers knew about any of ანუ მოკლედ ვიღებო ყველაფერს ჩემ თავზეო მარტო გავაკეთე ტონობით საქმეო ხო ნუ ანუ შემდგომ ბიზნესშიო Jim Stewart will be opening his own knife company და იმასო ხელი რო არ შეეშა. ისო кайგაცი არისო. კი ბატონო. ეხა ამ სიტუაციას მოყვა ესეთი ამბავი რომ რამოდენიმე დიდმა სადისტრიბუციო კომპანიამ გადაწყვიტა რომ თვითნებურად სხვადასხვა ცნობილი ბრენდის ფოლადები შეამოწმონ. ერთ-ერთი რაზეც გაასაჯერო ეს იყო Spider-Cos რაღაც მოდელები შეამოწმეს და მაყოფილები დარჩნენ იმით რომ ნამდვილად იყო დასტური და ნუ მიყვებიან რა. მოკლედ ერთ რამეზე ხო თანხმდებით გიო რომ რეპუტაციული მნიშვნელობა ამ საქმეში არის უდიდესი. ანუ ეს სამწუხაროდ არ არის ოქროსავით რა რეაქტივს ვერ დაასხავ და ყველა ლომბარდში ვერ შეამოწმებ რა ნამდვილად სამივე არის თუ არა აქ გადამწყვეტი ხდება რეპუტაცია კი ბატონო რა ვიცი მე მაგალითად ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყველა იმ ადამიანთან თუ კომპანიის მეშვეობთან ვინც ჩვენთან თანამშრომლებს ან მომავალში თანამშრომლებს რომ თუ თქვენ როიმე ფოლადს სხვადასხვა წყაროებით იღებთ უბრალოდ თქვით რეალურად რა არის და ვეღარ ხედავ უკვე მაგ შემთხვევაში, რა ვიცი, პრობლემას რა. ნუ, აი მაგალითად ახლა ეს ანგარიშიც არ იყო და მსგავსი თემები ახლა ჩამოგდის ჩვენ სატესტდანები. ნუ ჩემი მიდგომა ეგეთია მიშა იცი. პირდაპირ მეუნებოდა იქ გამოფინანსებს რო ვიყავი. Vegiten მეუნება. მეთქი რანაირად არის Vegiten, აკრძალული არის, ვერ შემოგაქვს. ხო, მე მეუნება რომ ანალოგი არის. ხო და საბოლოო ჯამში იქამდე მივედით რომ არ დავაწერეთ ჩვენც Vegiten და ანუ რა არის მაგაში და იქით ჩემი აზრით ნორმალურია. ჩინურდანებს ვიჯითენ ასაწერია, ანუ არ არის ვიჯითენი და მეორე მომენტია კიდე რომ ძალიან ბევრმა პატიოსნა დააწერეს რომ ეგრე ტეათი ესი. თავის სახელი რაც ქვია ის დააკვეს. ხო, მაგრამ ნუ რავი, ვითომ უნებელი, მაგრამ სინამდვილეში ამ თემისთვის ნუ დამაკნილებელი არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ადამიანი რო გენდობა, ბევრმა ხო არის ის ახლა ის ვიჯითენის ანალოგი არის თუ არ არის და ახლა მეორე მე მოტყუებულად გზნობს თავს და სინამდვილეში ახლა ამამ კი ბევრი გააკეთა და ბევრი დააშავა, მაგრამ ამ თემაში ბევრი არის. ძალიან ბევრია დარწმუნებული ვარ ამ თემაში და ზოგადად სკანდალებთან მიმართებაში მოდი ეს კითხვას დაგისვებიო. შენ რა სკანდალი გახსოვს დანებთან, ასე ვთქვათ, მიმართებაში? ეგეთი არა მითხარია მამიში. აი მე მაგალითად აღმოვაჩინე ერთი ესეთი რომ მაგალითად 35,000 დანა ერთ-ერთ საბითუმო, ასე ვთქვათ, კომპანიას დაუყადაღეს, ამოუღეს, ეს დიდ ბრიტანეთში მოხდა და ეს 35,000-ივე დანაზე რა მომეწონა მაგ ფაქტში. ანუ იქაურმა სამხარაულმა, ანუ არ დაწერა ის, რომ რაღაცა სისულელები არ დაუწერიათ რა, ანუ ყველა სხვა მსგავსი იარაღი, ანუ აქ იყო როგორი რაღაცა, იცი, რემბოს ტიპის დანები ვარი და მაჩეტეები რა და ანუ ის კი არ თქვნეს რომ მაჩეტე ცივი იარაღია, არა, აი ეს კონკრეტული მაჩეტეებიო, რომლებსაც გეომეტრია ისე ქონდა გადაკეთებული, რომ იყო მარტო დამაზიანებელი ფუნქციას, არანაირი სამეურნეო ფუნქცია არ ქონდა რა. ანუ იჩალიჩეს და ყოველ შემთხვევაში დიდი სისულელი ნაკლები ამჯობინეს რა. დიდი ასე ვთქვათ სკანდალებიდან
ერთი არის თურმე ძალიან საინტერესო benchmade-ის 2019 წლის ესეთი სიტუაცია, სასაცილო სიტუაცია რა, მოკლედ ორეგონის შტატში შტატის პოლიციამ რაღაც აქცია ჩაატარა თუ რეიდი თუ რა ქვია და დიდი რაოდენობით შავი იარაღი ამოიღეს რა და რაც PR კამპანია გადაწყვიტეს რომ იარაღის განადგურება რა რომ დაეჭრათ ლაზერული ჭრით ეს იარაღი რა და კომპანია Benchmade დაეხმარა რა ამით რა და короче ამერიკაში ხალხი ამაზე აბუნტდა რომ ამ საქციელით Benchmade-მაო ჩვენ ეს მეხუთე პაპრავკა თუ რომელი აქვს რა იარაღის მაგიო შეგვიზღუდაო და გავაპროტესტოთ არავინ არ ვეყიდოთო Benchmade-ის დანები და короче 3 თვის განმავლობაში Benchmade-ის გაყიდვები 70%-მდე შემცირდა და მე ისევ ორეგონის პოლიცია გამოვიდა ვიდეოები ჩაწერეს რომ ჩვენო ბოდიშ ვიხდითო და არაფერ შუაში არ არის Benchmade ასე შემდეგ მოკლედ აი მომხმარებლებს რამხელა ძალა აქვს რეპუტაციული ზიანი რამდენად შეიძლება დამღუპველი იყოს ας უამრავი საინტერესო მაგალითი არის ეგეთი რა. ეგ ზღვარი ადრეც გვისაუბრია მიშა, ეგ ყველამ თვითონ უნდა გადააწყვიტოს და თავის სინდისი უკან ნახებს, ალბათ სად უნდა გაავლოს ზღვარი. ჩემთვის პირადად, ანუ აი ბევრი დანაიდება ეხლა არ ვიტყვი რა და არ არის ნათქვამი ვისი ფოლადია, სად არის ნაწრთობი, როგორ არის გაკეთებული რაღაცა და ესე შემკული ზიზილპიპილო და გონია რომ ხელოსნის გაკეთებული არის რა და მთლიანობაში ხო მე ეგ არ მომწონს ხოლმე რა მე მომხრევარ იმისი რომ პირიქით გულახდილად ამამად დაწერე ეს იმისია ჩემი წილი ეს არის და ამას როდესაც აკეთებს დიდი კომპანია იქ მე ძალიან ბრაზდები ან როდესაც დიდ კომპანიას არ უწერია რა ფოლადია და მიწერ უბრალოდ stainless steel ვისკენ ეხლა გადაწყვეტი ხო გასაგებია ხო მიხვდება რა აი მეორე მაგალითს მოგიყვები რა იტალიაში ჩემ მეუღლეს ვთხოვე რაღაც ერთ-ერთ მაღაზიაში შედი მეთქი დღეს ხდება მაგრამ ნუ ვიდეოს ჩაწერე ანუ შევიდა რაღაც დანებს მათვალიერებინებს და ანუ custom სტილეტოები დებს რა და ფოლადს ვეკითხები რა ფოლადია მეთქი stainless steel კიდე მეუნა რა stainless steel არის ანუ 400 ევროთ რო ყიდი დანას არ უნდა მითხრა რა ფოლადია იცი რა გამახსენდა ვიქტორინოს ჰანთერი გამახსენდა ამ საუბარზე და იცი ხო ძალიან დიდი ხანი გვაქვს ნაფიქრი რატო აკეთებენ ამ დანას და ერთი ვარიანტი იცი რა მაქვს ანუ მთელი მაგათი თავის ეს ჯაჭვი კონვეირული და ეს დანადგარები აწყობილი არის იმ დანებზე პატარებზე და ეს დიდი პირი იმისის პუსკების აღება დაშვებები და რაღაცეები შეიძლება არ არის ეგრე აღებული კი ბატონო და აი ესე მარტივად როგორც პატარა დანას აკეთებენ ისე უკეთებენ იმასაც კიდე მაგაზე გამახსენე ვიქტორინოს ეს ჩხირის დანიშნულება რა ყოფილა იცოდე შენ არა გაფიცე მე არ ვიცოდი და მე ხავ ნახე და გულიშხირი ვიცოდი თქოლა ანუ არ ყოფილა არა მართლა ეს ჩხირი იმიტომ ყოფილა რომ ისინი გაწმინდა თვითონ დანა რო გაწმინდო კი ანუ ეხა გააკეთა ვიქტორინესმა სალკე გაში თუსპი ქვია კი ბატონო მაგაზე არავინ არ დაავს რომ თუსპი ქვია რა მაგრამ დანიშნულება აქვს თავისი იმის წმენდა რა დირკების რა ჭუჭულს გავიგე ხო იმდენი რამე გავიდი ანუ ეხა ვებში პრავენ რა თვითონ ახალ ვიდეოებში. კაი, ჩვენ თემას დაუბრუნდეთ, ბატონო გიორგი და მოკლედ მე არ მინდა ეხა არავის გადავკრაკბელი, მაგრამ მგონია რომ ანუ რაღაცა დოზით რაღაცები შეიცვლება. M390 MK გაირკვევა რა არის? მე მგონია რომ უკეთესობისკენ შეიძლება. კი, ანუ მეც ეგრე მგონია. მე მგონია თვითონ კომპანიები ეხა აი ამ кейსის მერე თვითონ ბევრი რაღაცას გამოასწორებენ რა და არა და იმდენი кейსი ყოფილა მანამ მაგალითად იყო ერთი ესეთი რომ CRKT ზოგადად ყველა მიცის რომ მუშაობს ჩინურ ბიუჯეტურ პოლოდებში ხო 1000-ში ერთხელ რაღაცა იმას გააკეთებენ ხოლმე რა საიუბილეო იმას და ერთ-ერთი იყო კენონიონის დანა შენანიგა ჰქვია ამ დანას და S30-ზე დაანონსეს გამოუშვეს რომელიც აღმოჩნდა რომ სინამდვილეში არ იყო S30 იყო ჩვეულებრივი 8 ხრომი რა და ნუ მანდაც გამოვიდა იმის კომერციული დირექტორი დიდი პოსტი დაუწერია რომ აქ მომწოდებელმა დაგვაგო იმაო ნუ აქეთური იქითური ანუ ეს თურმე დღეს და გუშინ არ ხდება კაი ხანია ეს ამბები ხდება და ძალიან საინტერესო რაღაცები დაწერა დემკომ რა დემკომ ეხა დაწერა რომ ანუ იმ მაგალითს გეტყვითო რომ აი აუს 10-აზეო ძალიან ცუდი ისი ხდებაო რა ფიდბექიო და დამიჯერეთო რა რომ მე რო აუს 10-ას გეუბნებითო ძალიან კაი ფოლადიო თქვენ რა აუს 1000-ზე ცხად მეშოულიო ის არის აუს 6-იო
ანუ მე ხა მაგის დაჯერება მიჭირს, რომ კოლცტილისკენ ისურის ხა აი იმიტომ რომ ძალიან არ მინდა რავი, აი მართლა არ მინდა რა, იმიტომ რომ მაგასაც მგონია, რომ განსაკუთრებით ეხლა ჩინელებს არაფერში არ აწყობთ, რაც კოლცტილი ჩინელებმა იყიდეს. თავს დავდებ, რომ რაც არის ის არის. ჩინელებს ეგეთ ტყუილები არ ჭირდებათ. აი ერთადერთი მგონია ლინ ტომპსონს ხო არ წაკმინა რამე მეთქი რა. მოკლედ მონასტერი აირია დანების სამყაროში მაგრად და მე ესეთ რაღაცას ვიტყვი. თუ ეს მსგავსი თემები გაინტერესებთ კომენტარებში დაგვიწერეთ, რომ უფრო მეტად მოვემზადოთ კონტენტისთვის და ძალიან საინტერესო ამბები ხდება. ეს მოდი დავარქვათ ყვითელი პრესა დანების მიმართულებით რა. არის. ხო, ნუ დაუბრუნდეთ მოდი ბარკრივერს, ბატონო გიორგი, დაუბრუნდეთ ბარკრივერს და როგორ ფიქრობ შენ ბრენდი ბარკრივერი მოკვდა საბოლოოდ თუ შეიძლება რაღაც აღორძინდეს სხვა მიმართულებით. არა, ჩემთვის მოკვდა. ამგასთან კაი გამოცდილება რო ქონია, რომ ანუ მარბელსი, ამერიკული მარბელსი, როგორც აკდებოდა, იქ იყო ეს ვაჟბატონი. მე გერბერში გადასულა და მე იქ დაიწყო გერბერის პრობლემები, მაგარით არც ყოფილა ეს მაიკ სტიუარტი რა. ნუ დღესთან აი იმდენად ძნელი არის ადგილის დამკვიდრება, როცა ამხელა არის ბაზარი, ამხელა კონკურენცია არის, ადრე ხო ესე არ იყო, ადრე კიდე შეიძლებოდა რაღაცნაირი. ბატონო. არ როცა აწყობილ კომპანიას აქამდე მიიყვან, ესეთი რეპუტაციით რა უნდა დაიწყო ხელახლა დღეს, ნუ მე ძალიან მეჭირს მიშა. ყოველ შემთხვევაში მე ჩემს აზრს ვიტყვი, მე მაგის დანას არ ვიყიდი. ესეც პროსტა უბრალოდ იმიტომ მაქვს, რომ ისტორიასავით დარჩეს როგორც დიდი ლეგენდის სული დასასრული. ეხლა შენ არ გეკითხე და კითხვა ეს დანა რატო ამოვიღე მაინც. დღეს ამ ჯგუფში, ბარკრივერ პრობლემში, ერთმა ტიპმა წეგანო მოგიყევი სამვეზე გააზრო დანა რო კანო შვილებს პიცავარ მთელ ვიდეოს დავდებ, არ ვინმე მარიფიქროთ ვიტყუებიო რა. სხვარი გავატყავე რა მოკლედო და გამიფუჭდაო რა დანაო რა და ნუ დანის პირი არის, ნუ ცოტა შელახული რა და მეორე იმაში აქვს აი ეს დანა აღებული რა და ამეთო კაროჩიო სხვარის გავატყავეო. ამ განზოსი თვითონ ეს იმენა ეს მოდელი просто ნარინჯისფერით არის რა. ხო და აროჩიო ანუ პირდაპირ ეთქვა იმ кайკაცო რომ ჩინური ფოლადიო და ქემაინც ესეთი გამოიყენებინაო რა და ხო და ეხა განზოზე ვიტყვი რომ აბატონო აი ჯერ მარტო ამხელა დანა გასაგებია ჩვენ ფურსლის ჭრა არ გვაქვს ეტალონად მაგრამ მოდი დამთავრდა ისტორია და ბარემ გავჭრათ ამითიც აბატონო განზოსავით ვერ გაჭრეს ეხა ნუ თლა და ხალიც არ არის ალბათ მაგრამ ნუ წავა ხო არა კი ბატონო არაფერი აწი მე როგორ ვთქვა სიმპათიით არ მოიხსენიებ უბრალოდ მაქვს იმიტომ რომ რაღაცა ძალიან საჭიროა ნამდვილად რაღაცა ისტორიის ნაწილი მაქვს და არ მექნება როგორც რაღაცა ძვირფასი დანა არა თუ მართლა ის ჭორი გამოვიდა რომ თქვა სმოკი მაუნთინმა იყიდა და მომავალ 5 წელი ჩინური მასე გამოუშვებს $30 ხო ანუ იგივე ბეჭდ თუ განიცდის რასაც თქვა მარბელსი მართლა და ასე შემდეგ შენ გექნება უკვე ამერიკული ბოლო ესა რა მე მომხრე ვარ რომ ეგ განიცადოს იმიტომ რომ მეტი არ ეკუთვნის ხო მეტი არ ეკუთვნის რაღაცას რომ დააშავებ პასუხი უნდა აგო კი ბატონო გეთანხმები არ ვიცი მე მგონი ესეთი რაღაცნაირი რიტორიკული და დამაფიქრებელ საკითხზე ვისაუბრეთ დღეს და ალბათ კარგად გთხოვთ რომ გამიგეთ მეგობრებო არავისზე არ მაქვს ამ წუთას ქართულმა ასე ვთქვათ მედანეობამ ეს პროცესი მე მგონი კაი ხნის წინ ჩაიარა, როდესაც რაღაცებს ყუილები ხდებოდა, არ მინდა იმ დროის გახსენება. ერთადერთი მინდა ვთქვათ თავიდანვე ყველას გისურვოთ, რომ ანუ თქვენი საქმიანობა ისე წაგემართოთ, რომ რეპუტაციული ზიანი არ მიგეყენებინოთ თქვენი თავისთვის და ძალიან გამიხარდება თუ მალე ვნახავ, რომ საქართველოში იქნება ბარკრივერისნაირი რეპუტაციულად ძველ დროს როგორც იყო ისეთი კომპანიები რა. კაიმში. ეხლა რაღაცას ვფიქრობ და აღარ მინდა რომ შორს წამიყონოს ამ საუბარმა და მე მგონი გავიდეთ ფინალში. გავიდეთ ფინალში, კი ბატონო, მოკლედ რაც შეეხება ჩვენ გამომწერების რაოდენობას ბატონო გიორგი და პრიზის ამბავს, მოკლედ გავეკვირდით ვიდეოში ვიტყვით პირდაპირ რა პრინციპით გადავეცით, ვის გადავეცით და მოვიკითხავთ. გამოიწერეთ არხი
გაგრძელდება ეს ჩვენი რაღაც რა ქვია მაგას გათამაშებები და სიურპრიზები აუცილებლად რაც შეეხება კონკრეტულ თემატიკას კიდევ ერთხელ გეუბნებით ზოგადად კომენტარებში რაც მე კითხვას დასვავთ ჩვენც მით უფრო მეტად მოგერგებით ასე ვთქვათ თქვენ მადლობა ყურადღებისთვის აბა კარგად